გამარჯობა, მე ვარ თამარ ცინცაძე და ეს არის შორტლისტის მესამე სეზონის ფინალური ეპიზოდი. კულმინაცია თვითონ ამ ვიდეოში არ იყო თვითონ ვიდეოში. არ იყო არც ბოლო კადრზე, არც თავარ მესიჯზე, არამედ იყო კრედიტებში. ჟიური ნამუშევრებს იხსენებდა The one that was directed from jail. არტივად ძალიან. მაისურები მზად ჰქონდა, რომელსაც ეწერა აქ უნდა იყოს ოკმელა და რამდენიმეჯერ ვავიდა Playmakers-ი, ეს ჩვენი გუნდის წევრები ძალიან ღელავდნენ, რომ ვაი და ვერავიდეთ ეს მაისურები რომ ვერ გამოვაჩინეთ, მე რა ვქნათ და რაღაც მომენტში ჩვენც ამათთან ერთად ავედით, რომ ეს მაისურები გვინდოდა რომ გვეჩვენებინა. ზუსტად ვიცოდი, რომ ეს ნამუშევარი აუცილებლად გაიმარჯვებდა წელს Adblexy-ზე და მე გავაკეთებდით პოდკასტს და იგახდა. ბევრი რამე არ ხდება. გამარჯობა, მე ვარ თამარ ცინცაძე და ეს არის შორტლისტის მესამე სეზონის ფინალური ეპიზოდი. რა საინტერესო მოსასმენიათ სხვა რომ აცხადებს სხვა რა, ჩემთვის ძალიან ძვირფასი თამარ ცინცაძე. უკვე ტრადიცია ჩამოყალიბდა, მე მგონი, გასულ წელსაც ფინალურ ეპიზოდში ერთად გავუძეხით. თანაწამყვანი ვიყავი შენ. თანაწამყვანობა დიდი პატივია. ძალიან საინტერესო ეპიზოდი უნდა გქონდეს, იმიტომ რომ წლის ყველაზე გამორჩეულ, დამსახურებულ, ჩემი აზრით დამსახურებულ ნამუშევარს განვიხილავთ, ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ. ნამდვილად. გვეყოლებიან სტუმრად შემქმნელები, ერთი მხრივ Playmakers-ი, მეორე მხრივ PSP. გადაცემის პოდკასტის პირველ ნაწილში კი განვიხილავთ ჟიურის პერსპექტივასაც. იქამდე შენთან გადმოვა კითხვით და გთხოვ რომ შეაფასო წლევანდელი ფესტივალი. რა დაგამახსოვრდა ყველაზე მეტად, რითი იყო განსაკუთრებული? ისე ამ ფესტივალს მოიხსენებ ხოლმე როგორც შარშანდელ ფესტივალს, ანუ რაღაც შემთხვევით ძალიან ბევრი დრო გავიდა, არა და რომ დავფიქრდეთ წინა თვეს იყო რეალურად Adblexy. რა დამამახსოვრდა რთულია ეს რომ გამოვყო, იმიტომ რომ ყოველი წამი და ყოველი მომენტი ჩემთვის Adblexy-ზე არის განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი და ძალიან ბევრ დროს ვახარჯავთ ამ ყველაფრის დაგეგმვას. თუმცა ესე ძალიან მოკლედ რომ შევაფასო წლევანდელი მეცხრე Adblexy, ალბათ იყო ყველაზე ტკბილმწარე ფესტივალი. ტკბილი იყო იმიტომ, რომ რეალურად ფესტივალს ზრდა არ შეუწყვეტია არც ერთ წელს მისი არსებობის. რამდენჯერაც ჩატარდა, იმდენჯერ ყოველი წელი იყო უკეთესი წინაზე. უკეთესში გულისხმობ იმ პარამეტრებს, რა პარამეტრებითაც შეიძლება რომ ფასდებოდეს ღონისძიება, ხო? ეს არის ერთის მხრივ რიცხვები, მეორეს მხრივ, თქვათ, ჩამოსული სტუმრების კალიბრი, მესამედ ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი სტუმრების უკავშირი, რაც როგორც ფორმალურად, ისე არაფორმალურ საუბრებში გაუზიარებიათ ჩვენთვის. ამ თვალსაზრისით საწუწუნო მოკლედ არაფერი არ არის და იყო ყველაფერი მაღალ დონეზე, ისე როგორც გვინდოდა, მათ შორის პარტნიორების კმაყოფილება და ასე შემდეგ ძალიან ბევრი პარამეტრია. თუმცა ცხადია, იყო მწარე, იმიტომ რომ წლევანდელი წელი არის მწარე. წელი არის მწარე, ხო, და შეუძლებელია, რომ მოკლედ ბოლომდე ვერ ტკბები ამ შენი წარმატებით. მე მგონი ვერც ერთ სფეროში, ვერც ერთ მიმართულებაში, იქიდან გამომდინარე, რაც ხდება ქვეყანაში, რაც ხდება ჩვენ გარშემო, მოკლედ ეს ახდენს სანდით გავლენას. იმის მიუხედავად, რომ მთელი ფესტივალი იყო შემოქმედებითი წინააღმდეგობის აქტი, ამის მიუხედავად, მაინც არის ხოლმე მომენტები, როცა რაღაცა კითხვა ისმება, რომ საერთოდ ღირს თუ არა ამის კეთება. და ამ ყველაფრის გამო ძალიან რთულია მომავლის დანახვა. ანუ აი ჩემთვის ყველაზე რთული რაც არის ფესტივალის დაგეგმვის დროს, რაც აუცილებლად საჭიროებს წინასწარ ფიქრს. ერთი წლით არა, ბევრი წლით ადრე რაღაცეების დაგეგმვას. ამ ჩვენს რეალობაში ეს არის შეუძლებელი და რაღაცნაირად მიუყვებით დინებას და როგორც გამოდის, ეგრე გამოდის, არა და აქვს პოტენციალი, რომ ბევრად კარგი იყოს პირობები, რომ გქონდეს მოკლედ უკეთესი ქვეყანაში. ნამდვილად. bittersweet. ნამდვილად, ხო, ეგ არის წლევანდელი შეფასება მოკლედ.
კარგი, მოდი მივესალმოთ ჩვენ სტუმრებს და გადავიდეთ უკვე ნამუშევრების განხილვას. სიამოვნებით. ჩვენი პირველი სტუმარია სააგენტო სუპერმარკეტის დამფუძნებელი და სტრატეგი გიორგი ტაბატაცი. კეთილი იყოს შენი სტუმრობა შორტლისში. მადლობა მოწვევის. და ძალიან კარგი სტატუსით ხარ თან. ამჯერად. კი. როგორც Netflix-ის ჟიურის წევრი. დიდი პატივია ნამდვილად ეგ სტატუსი. ძალიან გამიხარდა, რომ გავიგე, რომ ვიქნებოდი წელს ჟიური. და ორ ეტაპად გავიგე, ჯერ ზოგადად გავიგე, რომ ჟიური ვიქნებოდი და მერე ცოტა ხანში გავიგე, რომ იმ გუნდში ვიქნებოდი ჟიური, რომლის პრეზიდენტიც იყო ფერნანდო მაშადო. ეგ რაღაც დამატებით სიხარული იყო. საუკეთესო ვარიანტი იყო, რაც კი შეიძლება და ყოფილიყო და მაგან ძალიან გამახარა. მე მახსოვს, რომ სოფო მითხრა, რომ ბატონ ეხლა გაიგო. ანუ ჩვენ წარმოვიდგინეთ, რომ შენ ისედაც მიხვდებოდი, რომ იმპექტის კატეგორიის ჟიური იქნებოდი და მე რო ეს მეორეჯერ გაგიხარდა, ჩვენს ძალიან გაგვიხარდა. იმპექტის კატეგორიას ავირჩევდი, ჩემზე რო ყოფილიყო აუცილებლად. აუცილებლად კითხავ მაშადოსთან ურთიერთობის გამოცდილებაზე, მაგრამ იქამდე მინდა კითხო ფაქტიურად სუპერმარკეტის წარმატების ფესტივალი იყო და ჩვენი პოდკასტიც თითქმის ყველა წინა ეპიზოდი სუპერმარკეტის ნამუშევრებს ეთმობა და როგორი შეგრძნება იყო, როცა შენ ნამუშევარს უყურებ, სხვები როგორ განსჭიან და უსმენ და ეს არის მაგითხვაზე პასუხი არ არის ის, რასაც ელი ალბათ, იმიტომ რომ სინამდვილეში ვერ უსმენ. ხო, შეიძლება ტოვებს ივცეს, მაგრამ იმ კატეგორიაში, რომელსაც მე გამშვიდი, ჩვენი 3 ნამუშევარი იყო წარმოდგენილი და როცა მიდიოდა დრო ამ ნამუშევრების განხილვაზე, სოფო ფესტივალის კონკურსის დირექტორი მთხოვდა რომ დამეტოვებინა ოთახი. ოკეი, რაზე ფიქრობდი მაგ დროს? ეგეც საინტერესოა. ხო, ეს არის რეალურად როცა გადიხარ მაგ დროს უკვე მოსმენილი გაქვს ეს ადამიანები როგორ განიხილავენ სხვა ნამუშევრებს რა. იცი, რამდენად კრიტიკულები არიან, რამდენად ღრმად შედიან ამ განხილვებში და კიდე შენ თვითონ იწყებ უკვე ახალი თვალით ყურებას, რომ აი იმ ფილტრებში რაც ადამიანებმა დააწესეს, ეს ნამუშევარი გაივლის თუ არა ნეტა. და ცალკე სანერვიულოა. აი მაყურებელს და მსმენელს რო განვუმარტოთ, როდესაც ჟიურის წევრი თან ასევე მონაწილეობს კონკურსში და მის ნამუშევარი არის გაგზავნილი, როდესაც მიდის ამ ნამუშევრის განხილვა, მას ცხადია არ აქვს ხმის მიცემის უფლება და ამასთან ერთად თხოვენ ოთახის დატოვებას, რომ თავისუფლად შეძლონ და რაღაცა მორიდება არ იყოს განხილვა და ის ერთი პატარა უხერხული წამი არის ხოლმე როცა ბრუნდება ეს ჟიურის წევრი ოთახში რა. ბრუნდები ეკრანი გაზი. შეიძლება ძალიან არ მოეწონათ ეს ნამუშევარი ან ეკრანი გაზიარებულია და იწყებ პირველ რიგში იმის ძებნას, რომ ეს ნამუშევარი ავიდა ზევით იქ, სადაც შორტლისტი არის თუ დარჩა ისევ ქვევით და მაგით იწყებ. მაგრამ ამჯერად სხვა შორის ერთი საინტერესო რაღაცა ისტორიასობით რაც შემიძლია მოყვე არის, რომ ის ჩვენი ნამუშევარი, რომელიც გაკეთდა ბათუმელებისთვის მზიამაღლობელის საქმესთან დაკავშირებით 12 საჯულს რომელსაც ვეძახით, ეგ ნამუშევარი თავიდან პირველი განხილვის დროს რჩებოდა შორტლისტში. მერე როცა მორჩა განხილვა, რაღაცა აი სანამ დავასრულებთ კიდევ ერთხელ გადავიაროთ, რამე ხო არ გამოგრჩა ეს საკითხი დადგა და კიდევ ერთხელ მთხოვეს რომ გავსულიყავი და როცა გასული ვიყავი, მაშინ WhatsApp-ში მომევიდა მესიჯი ფერნანდოსგან, რომ რავი, ძალიან მცადეთო, რომ ოქროზე აგვეწია, მაგრამ ვერცხლში ჩარჩაო, რაც ასევე უკვე ძალიან კარგი იყო, მაგრამ პატარაზე წესები დაურღვევია ფერნანდოს, მაგრამ ხო, მაგრამ ნუ როგორც ჟიურისთვის ალბათ შეიძლება კოლეგიალურად. ესე იგი დაუმეგობრდი ფერნანდოს. დაუმეგობრდი, კი, შეიძლება ვთქვათ, რომ ცოტა მეტად შევაწუხე WhatsApp-ში ვიდრე გავუხარდებოდა, მაგრამ ამ შანსს ვერ გამოვტოვებდი ვერანაირად. ხო, საინტერესოა როგორი ის ქონდა, ხო, ხელმძღვანელობა ჟიურის, იმიტომ რომ ჩვენ ნახეთ მისი გამოსვლა, რომელიც ძალიან შთამაგონებელი იყო. networking-ის სივრცეში შეეძლოთ ადამიანებს მისი გაცნობა, თუმცა ნუ ჟიურის ხელმძღვანელობა კიდე სხვა ამბავი არის. ხო, თან მართლა ყველა უნიკალური არის იმის მიუხედავად, რომ ფესტივალი აძლევს წესებს და მითითებას ყველა ჟიურის წევრს, შემდეგ უკვე პრეზიდენტი
იმიტომ არის პრეზიდენტი, რომ თვითონ კიდე რაღაც თავისი წესები შემოიტანოს და აუხსნას თავის გუნდს, როგორ უნდა რომ შეაფასოს. ნამდვილად ეგრე იყო, თუმცა ფერნანდოსგან მიუხედავად იმისა, რომ მისი რეპუტაცია და ზოგადად წონა ალბათ რაღაცა იმ განცდას ქმნიდა, რომ რაღაც ბევრ რამეს გადაწონიდა, ესე ვთქვათ, პირველივე ზარზე, როცა მასთან პირველად ჰქონდა კომუნიკაციის საშუალება, მოკლედ რაღაცნაირ დემოკრატიას შეგვპირდა იმ ჭრილში, რომ გითხრა, რომ ეს ფრაზა იხმარა, რომ ველოდები იმ მომენტს, როცა აზრს შემაცვლებინებთ. რა, ანუ წინასწარ გახსნილი იყო იმაზე, რომ ის აზრები, რომელსაც ის თვითონ დააფიქსირებდა, შეიძლებოდა შეცვლილიყო მსჯელობის შედეგად. და მართლაც ეგრე იყო რა, ცდილობდა ძალიან, რომ რაღაცა თვითონ არ ქონოდა ესეთი ძალიან გადამწონი ფუნქცია და კარგი იყო ეს. თუმცა თან დიდ თავდაჯერებას გვაძლევდა მისი საბოლოო სიტყვაც, ასევე რომ რასაც ამბობდა, მაინც ხალხს ჯეროდა. აი სხვა ჟიურის წევრებსაც რო ვიკითხოთ, მე მგონი შენს გუნდში იყო ვთქვათ ესპანეთის წარმომადგენელი, უკრაინის და ნუ მოკლედ სხვადასხვა ქვეყნის და აი იცი რა მაინტერესებს შენი გადმოსახედიდან ის რეგიონალური ნამუშევრები, რასაც ვახვედრებთ ჩვენ საერთაშორისო ჟიურის, ამ შემთხვევაში ქართულზე რო ვილაპარაკოთ, აი მათი თვალით რო შეხედო, როგორია ეს ნამუშევრები, რაღაცა ძალიან იგრძნობა, ლოკალურობა თუ დაუდგება უპრობლემოდ? ერთი რაც შემიძლია ვთქვა არის, რომ ეს ადამიანები არანაირად არ აფასებდნენ ამ ნამუშევრებს, როგორც ლოკალურ ნამუშევრებს, რა. ის იდეები, რომელიც ამ ნამუშევრების უკან იდგა, თუ მათთვის არ იყო ახალი, თუ მსგავსი ქონდათ სადმე ნანახი, არ ვიძახი ამ შემთხვევაში როგორც პლაგიატს, არამედ როგორც აი რაღაც იდეა, რომელიც აი ეს გავლილი გვაქვს რა, რაღაცა მსგავსი ნანახი გვაქვს. ხო, ეს ნამუშევრები ავტომატურად არ ფასდებოდა მაღალი შეფასებით რა. ანუ ფასდებოდა როგორც საერთაშორისო დონეზე ეს ნამუშევარი არის თუ არა ახალი, არის თუ არა გამორჩეული, არის თუ არა კრეატიული. თუმცა ასევე ალბათ უნდა აღინიშნოს ის, რომ რამდენიმე უცხოელმა ჟიურიმ ქართულ ბრენდებს მოუწონა მათი კრეატიულობის წარმადობა, არ ვიცი რამდენად სწორი სიტყვა, უბრალოდ ის, რომ საქართველოში არიან ბრენდები, რომლებიც მართლა წლის განმავლობაში ბევრ ისეთ კამპანიას და ისეთ ნამუშევრებს აკეთებენ, რომელიც ფესტივალზე მოხვედრის ღირსი არის. შეიძლება ყველა ვერ იგებს დიდ ჯილდოს, მაგრამ ის რომ ცდელობა არის, რომ პროცესები და ზოგადად კომუნიკაცია იყოს კრეატივზე ორიენტირებული, ეს გამოჩნდა ჟიურიმ, ამას ყურადღება მიაქცია და მოიწონა ცალსახად. სხვაჯერს ყველა გუნდში ჟიურის აღნიშნავდნენ ბანკებს. ან მათთვის არის ძალიან მოულოდნელი. ყოველ წელს მეორდება ეს ისტორია, რომ ფინანსური ინსტიტუტისგან არ ელოდებიან ამდენ კრეატიულ პროექტს და ეს არის ხოლმე მათთვის აღმოჩენა, რომელიც როგორც ჩანს ძალიან სპეციფიურია ჩვენი ბაზრისთვის. ეგ ხო, ეს არის. მე მგონი, ახლა უკვე რაღაცა ზოგად ჭეშმარიტებად შეგვიძლია აღვიქვათ ჩვენი ბაზრის შესახებ, რომ ბანკები არიან ყველაზე დიდი ბრენდებიც, ყველაზე დიდი ადვერტაიზერებიც და შესაბამისად კრეატიულობის ნაწილშიც მათი პრეზენსი საკმაოდ დიდი არის, ასე რომ ხო. იცი რა მინდა გითხრა, როგორც სტრატეგიკულ ლიგას შენი განსჯის ერთ-ერთი კატეგორია იყო კრეატიული სტრატეგია. როგორ შეაფასებ კონკრეტულად მაგ ჭრილში ქართული ბრენდების მოღვაწეობას და აი სტრატეგიის განვითარებას ზოგადად? გამოჩნდა გამარჯვებულებში ჩემი აზრით რა. ანუ ჩვენთან გაიმარჯვა და ზოგადად ფესტივალზეც დიდწილად ესეთ გამარჯვებულ ნამუშევრებში უფრო მეტად შევხვდა ის ნამუშევრები, მე მგონი, რომლებიც სტრატეგიაზე ორიენტირებული იყო და რეალურად ეს სტრატეგიის კომპონენტი ძალიან დიდწილად ჩანდა ჩვენი შეფასების დროსაც, იმიტომ რომ ზუსტად ის სტრატეგიის კომპონენტი იყო ხოლმე გამარჯვებულ კამპანიებში, რომლებიც ამ კამპანიებს აძლევდა აი ერთ მარტივ იდეას, რომელიც ამ კამპანიის უკან იდგა რა. სიცხადეს, ხო?
აი ზოგადად ერთი რასაც მივაქციე ძალიან ყურადღება იყო რომ ჟიური კამპანიებს ყოველთვის ცდილობდა რომ გაიხსენებინა რაღაცა ერთი მოკლე ფრაზით რომელიც ამ კამპანიას დაახასიათებს და იმ ნამუშევრებში რომელიც ჩვენთან იყო მათ სტრატეგიისგან მოსული იყო ხოლმე ის ერთი მოკლე ფრაზა რომელიც ამ ნამუშევარს გამოყოფდა ესე ვთქვათ ასე რომ ხო სტრატეგია სადაც იყო კარგი იმ ნამუშევრებმა ბევრი წარმატება ნახა კი მგონი კარგი ფაქტორი არის გასათვალისწინებლად სამომავლოდ რამდენიმე წლის წინ დავამატეთ ეს კატეგორია არ გქონდა და ხო აი რაღაცა ვფიქრობდით რომ მზად არ იყო ჯერ ქართული სარეკლამო ინდუსტრია ეხლა შენ ხო ნახავდი რომ არც ძალიან ბევრი ნამუშევარი არ იყო მაგ მიმართულებით თუმცა ხო აი პირველად ცოტა ექსპერიმენტის სახით დავამატეთ და მივხვდით რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქვე კატეგორია მათ შორის აი ფერნანდოს სპიჩიც მაგაზე იყო დიდი აქცენტი თუ გახსოვთ რომ ზოგადად ბრიფებზე ლაპარაკობდა და ლაპარაკობდა იმაზე რომ ნებისმიერი კაი კამპანია რო აიღო ძალიან ადვილია რეტროსპექტივაში თქვა ამის ბრიფი რა იქნებოდა ერთ წინადადებაში რა და ეგ ერთი წინადადება ხო სინამდვილეში რაღაც სტრატეგია არის ხოლმე და იმ კამპანიებზე რომელსაც ჩვენ ჯვაჯავდით რომლის სტრატეგიის თქმაც შეიძლება და ერთ წინადადებებში მაგ კამპანიებმა თითქმის ყველამ დიდი წარმატება ნახა და თუ არ შეიძლებოდა შესაძლოა თუ არ შეიძლებოდა ჟიური ძალიან წვალობდა პირდაპირ გეტყვით რა ანუ იყო რამდენიმე ნამუშევარი ისეთი რომელზეც აი უყურეთ განვიხილეთ და აქ რა იყო იდეა რაღაც კითხვა ჩდებოდა ეს ნამუშევრები რა თქმა უნდა ვერ წარმატდა როგორც უკვე ჩვენი მაყურებელი აი ფორმულა გააჟღერე ახლა მე მგონი და აი აქვე გკითხავ მაშინ შენი პირადად აი შენთვის ეს გამოცდილება ჟიურობის შენი აზრით რამე პერსპექტივაში შეგიცვალა რაღაცა სხვანაირად გააკეთებ ახლა რა შემიცვალა რაღაცა იმიტომ რომ ეს ერთი თვე რაც გავიდა ფესტივალის მერე ჩვენ რა თქმა უნდა დაუბრუნდით სამუშაო მაგიდებთან ისე გვაქვს ბრიფები ისე ვცდილობთ რომ ეს ბრიფები ამოვხსნათ და გადაწყვეტებს რასაც ვაულებთ აი შეუძლებელია რომ ავტომატურად უკვე მაგ ფილტრში არ გაატარო რომ აი ამის იდეა მოკლედ ითქმის რა არის თუ არ ითქმის და თუ ამას სჭირდება ძალიან დიდი კონტექსტის ახსნა და რაღაცა 40 პუნქტიანი კომპლექსური სქემის გავლა, მაშინ ალბათ გაუჭირდება სავარაუდოდ. არა მარტო ფესტივალზე, არამედ ადამიანების გონებებშიც ჟიურის ხო ადამიანია ჩვეულებრივი სინამდვილეში და როგორც მის გონებაში ილექება რაღაცა მარტივი რამდენიმე keyword-ით ეს ამბავი, ისე ილექება ადამიანის გონებაშიც და ეხლა ძალიან ვაქცევ ყურადღებას, სულ ვცდილობთ, რომ ყოველ შემთხვევაში მე პირადად ვცდილობ, რომ ეგ ფილტრი დავუყენო ყველა ნამუშევარს, რომ რაღაცები არ გაძვრეს, რაც უბრალოდ მოგწონს და რაღაცა ჩვენ რომ მოგწონს იმედი გვაქვს, რომ სხვასაც მოეწონება მხოლოდ მაგითო რა. კაი, მოდი მივიდეთ უკვე გამარჯვებულ ნამუშევართან, რომელიც სხვადასხვა კრეატიული სტრატეგიის კონკურსშიც აიღო ოქრო და მე უკვე გრან-პრი გადაიქცა ეგ кейსი. ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ. თუ გახსოვს შენი პირველი შთაბეჭდილება, ალბათ იქამდეც ნახავდით რა თქმა უნდა, რომ გამოვიდა იმ წამსვე ვნახე. ჩემი პირველი შთაბეჭდილება ის მე მოგვიყავი როგორ ნახულობ. ჩემი პირველი შთაბეჭდილება იყო მართლა აღფრთოვანება იყო იდეით პირდაპირ ვიტყვი Playmakers-ი ჩვენი კონკურენტი სააგენტოა, მაგრამ მაგას არ შეუშლია ხელი, რომ ნუკა ერთ-ერთი დამფუძნებელი Playmakers-ის ჩემი მეგობარია და პირველი რაც ვქენი იყო, რომ მივწერე, შევაქე, მიულოცე, იმიტომ რომ ნამდვილად იყო ეგ ისეთი იდეა, თვითონ იდეის კუთხითაც, სითამამის კუთხითაც და რელევანტურობის კუთხითაც, ანუ ძალიან ბევრ ნაწილში იყო ძალიან კარგი მოკლედ რო ვთქვა ეს ნამუშევარი და მიულოცე შევაქე ეს იყო ჩემი პირველი რეაქცია რა თქმა უნდა მეც გეტყვი მეც პირველივე წამს როგორც კი ვნახე პოსტის დაწერა მომინდა და რეკლამის გაზიარება რაც წელს უკვე იქამდეც მაგრამ წელს განსაკუთრებით ძალიან იშვიათი იყო და მე მგონი გარკვეულწილად აი მანიფესტაცია გავაკეთე ამ მომენტის იმიტომ რომ ზუსტად
ვიცოდი, რომ ეს ნამუშევარი აუცილებლად გაიმარჯვებდა წელს Adblexy-ზე და მე გავაკეთებდით პოდკასტს და იქ ახდა. ბევრი რამე არ ხდება. აი ჟიურის რეაქცია საინტერესო. ჟიურის რეაქცია საკუთრებით მაშინ როცა კონტექსტი მნიშვნელოვანია. ჟიურის რეაქციას რაც შეეხება ერთს მაგას ვიტყვი მანამდე, რომ ჩემი როლი როგორც ადგილობრივი ჟიურის, რა თქმა უნდა, ხშირად იყო კონტექსტის ახსნა. ეს იყო ის შემთხვევა, როცა საერთოდ ამის საჭიროება არ იდგა. თვითონ აი წეგან რომ ახსენებთ ის მოკლე ფრაზა, რომლითაც ჟიური ნამუშევრებს იხსენებდა, the one that was directed from jail. მარტივად ძალიან. მაგრამ ნუ სინამდვილეში ხა ეგ ხო არ არის ერთადერთი ღირსება ნამუშევარს, ამ ნამუშევარს კიდე ძალიან ბევრი ღირსება აქვს და ეს არ გაუჭირდათ არანაირად ამ შინაარსის გაგება, იმიტომ რომ ნამუშევარის კარგი იყო, თვითონ кейსიც იყო ძალიან კრეატიულად გადაწყვეტილი, თვითონ кейსის ყურებაც საკმაოდ ისეთი სახალისო არ ვიცი რამდენად სწორი სიტყვაა, მაგრამ ნუ რაღაცა მოკლედ ინტერესით და ემოციებით უყურებდნენ ამ кейსს, როგორც ჩანს ჟიურის წევრები, არ დაჭიროებია არც ერთი წამი ამ ნამუშევარს არაფრის ახსნა. მოკლედ რაღაცა იმდენი შორტლისტის ეს მე კიმი იყო მოკლედ ამ ნამუშევარმა, რომ როცა ჯაჯინგის სესია დაიწყო, ისე მაღლა იყო უკვე რეიტინგში, რომ მაგაზე საერთოდ შეიძლება აღარ ყოფილა, ეგრევე წავიდა მისი ხსენება პირველად მაშინ, როცა უკვე მედლებს ვარიგებდით და ძალიან ადვილად აიღო ოქროები. მე როგორც ვიცი, ერთი მომენტი იყო, როცა რაღაცა შეიძლება პატარა დისკუსია გაიმართა, როცა კითხვა დაისვა, თქვათ იდეას და ბრენდს შორის კავშირზე და 26 მაისთან კავშირზე. თუმცა როგორც კი ალბათ ან შენ ან იმ არ ვიცი აუხსენით, 26 მაისი საქართველოში არის მომენტი, როცა ბრენდები რაღაცა მანიფესტაციას აკეთებენ და ფაქტიურად ახალ წელს როგორც იყენებენ იქ სხვა ქვეყნებში ბრენდები, ჩვენ ეგრე 26 მაისს ვიყენებთ, მაგის შემდეგ აღარ ყოფილა კითხვები რო არ მოვიტყუო ზუსტად ეგ მომენტი ეხა ზუსტად თვალწინ არ მიდგას, მაგრამ ერთი რაც შემიძლია ვთქვა არის, რომ ამ ჯაჯინგზე ამ PSP-ს ჩიტებს ფრენარავის წებას გარდა სხვა 26 მაისის კამპანიებიც იყო. იყო საქართველოს ბანკის, იყო TBC-ის და რეალურად ეს კონტექსტის ახსნა გავლილი ეტაპი იყო, ასე რომ რაღაცა როცა უკვე მედლების დარიგების ამბავზე მივედით, მათ ეს კონტექსტი საკმაოდ გასაგები იყო ყველასთვის და ამ კონტექსტის მიღმა თვითონ ნამუშევარს რა იდეა ქონდა, როგორ ახსრულდა და მე რაღაცა რატო იყო მძლავრი, ეგ ძალიან ადვილად გაიგო ჟიურიმ თვითონ. ჩვენი პრინციპში кейსში არის ფანტასტიკურად ამბავი მოყოლილი. ხო, кейსიც არის. кейს გავუშვებთ ცოტა ხანში. ოკეი. იმიტომ რომ ხო ისეთი საინტერესო სანახავი არის და ბევრ რამეს ყვება. კი, ნამდვილად. დასასრულს ახსენე რომ ნუკას მიწერე რაღაცა ხო შეაქე. დღეს გვიყოლება პოდკასტში სტუმრად ნუკა და რამე სათქმელს ხوار დაუტოვებ ან კითხვას. სათქმელს არ ვიცი, რაღაცა მე მგონი კიდე ერთხელ უნდა მივულოცოთ, იმიტომ რომ ცალსახად playmakers-თვის ძალიან კარგი წელი იყო. და მე ჩემი მხრივ რაც შემიძლია უთხრა, მადლობა არის გარდა იმისა, რომ ზოგადად ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხებისთვის რას აკეთებენ, არამედ სუფთა რაღაც პირადი მიზეზებით იმ ჭრილში ბიზნესის გადმოსხედიდან, იმიტომ რომ მათი კარგი ნამუშევარი ამ ინდუსტრიაში სხვა კონკურენტებს აცოცხლებს, აღვიძებს და ზოგადად ინდუსტრიას წინ წევს, კრეატიულობის როლს წინ წევს, რაც მე საერთოდ ყველასთვის ერთად დიდი სასარგებლო საქმეა. ასე რომ მადლობა მათ. აბსოლუტურად დაგეთანხმები. მადლობა. მადლობა თქვენ. დაინტერესო იყო შენთან საუბარი. Hi dear friend. You did it. You directed the whole damn video from behind bars. Against all odds, through metal doors and some painfully slow postal service.
It all started with PSP, the pharmacy brand that stands for truth and wanted to celebrate Georgia's Independence Day. So they asked for something real, a statement. The timing wasn't simple. Non-stop demonstrations, 67 political prisoners, including you. So we came up with an idea. Tell a story about the fight for freedom by involving the people who actually fight for freedom. We wanted you, the director, and another famous political prisoner, an actor for the main role. The goal was to bring you back to your professions, to what you were meant to be doing, even if you weren't free to do it. We sent you the script, and after weeks of very impatient waiting, your storyboard finally arrived. Next challenge. How do we include the actor in the film without him actually being in the film? A subjective camera. A lot of sound design on a phone call recording from jail. That's what made it work. Soon friends and fellow actors, the biggest stars of Georgian cinema and theater, joined in. And since you couldn't be on set, your childhood friend, your colleague, brought your storyboard to life. The saddest part? You still haven't seen the video, but the whole country has. And the response? You directed the first commercial ad ever to appear on political talk shows in Georgia. The message became a new tagline of the protests and hope for other political prisoners. Banned by 2 pro-government TV channels, it was still viewed 10 million times and reached the whole country. So yes, we did it. You did it. And once again you proved birds never forget to fly. See you soon. Glory to the freedom. ვაგრძელებთ პოდკასტის ფინალურ ეპიზოდს და ვაგრძელებთ საუბარს უკვე ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ ამ გამორჩეული ნამუშევრის შემქმნელებთან. ჩვენთან ერთად არიან PSP-ს მარკეტინგის დირექტორი ანო გოგიჩაძე და Playmakers-ის მმართველი პარტნიორი ნუკა შევარდნაძე. კეთილი იყოს თქვენი სტუმრობა შორტლისტში. კეთილი იყოს ჩვენი ფეხი. წეგან პოდკასტის პირველ ნაწილში განვიხილავდით ჟიურის წევრ გიორგი ტაბატაძესთან ერთად ამ ნამუშევრის განხილვის პერიპეტიებს და ერთ ფრაზაში მოკლედ შემაჯამებელი დებულება არის ეგეთი, რომ directed from jail. ანუ ნამუშევარი, რომელიც გადაღებულია ციხიდან. ისეთი ნამუშევარია, ისეთი იდეაა, რომელშიც ძალიან რთულია გამიჯნო ერთი მხრივ თვითონ კონცეფცია და მეორე მხრივ შესრულების ფორმა. ჟიურის წევრთან გიორგი ტაბატაძესთან ერთად განვიხილავდით ამ სჯელობის პერიპეტიებს და მან ახსენა ერთი ესეთი შემაჯამებელი დებულება, რომლითაც ყველა ჟიურის წევრს დაამახსოვრდათ ეს იდეა, რომელიც იყო directed from jail, გადაღებულია ციხიდან. და ხო ძალიან შთამაგონებელი ისტორია არის. ოკმელას მოკითხვა ვერ გაიგებს ალბათ ჯერჯერობით სამწუხაროდ, მაგრამ ჩვენი სიყვარული და თავისუფლება მალე, ამ დროსაც და ყველა სხვა სინდისის პატიმარს. მინდა რომ ყველაფერი მომიყვეთ. თავიდან ამ ძალიან საინტერესო პროცესის შესახებ, ნუკა ალბათ შენ დაიწყე. კი, აი სწორი შეფასება არის, რომ რთულია გამიჯნო თვითონ კონცეფცია სათვალდება. კულმინაცია თვითონ ამ ვიდეოში არ იყო თვითონ ვიდეოში. არ იყო არც ბოლო კადრზე, არც თავარ მესიჯზე, არამედ იყო კრედიტებში. და ეს რაღაც მრავალგანზომილებიანობა ამ იდეის ძალიან მნიშვნელოვანი იყო პირველად, როდესაც მოვისმინეთ ჩვენ შიგნით, როდესაც გაჟღერდა ეს იდეა იმ მომენტიდან სულ ბოლომდე. აი გასდევდა რაღაც ეგ უცნაურობა, ეგ ემოციურობა, ემოციური იყო მთლიანად ყველაფერი. ჯერ როდესაც ჩვენ დავუშვით, რომ შეიძლებოდა ეს გამოსულიყო. მე როდესაც ესე გულის ფანცქარით მივიტანეთ კლიენტთან, სხვა ორი იდეა მივიტანეთ, იმიტომ რომ დავუშვით, რომ შეიძლება ეს არ გამოსულიყო, მაგრამ აი ძალიან დიდი მადლობა PSP-ს პირველ რიგში, რომ ძალიან გამბედავად და სრული ნდობით მიიღეს მახსოვს. აი მე მგონი ნათიამ თქვა ფრაზა, რომ ჩემ თავს ამოვაპატებ, რომ ეს პროექტი არ გაგიქცესა. და ეგ სულისკვეთება გაყვა მე მთელს პროექტს. თვითონ ნუ რა თქმა უნდა მზადების მომენტში, რომ ეს ვიდეო მოვუყვეთ ბატონ რეჟისორს, ველოდებოდით მის ზარს იქიდან, ველოდებოდით მე storyboard-ს, ანუ კადრირებას.
და როდესაც მოვიდა, ეგეც ძალიან ისეთი მომენტი იყო, მარილორდ კფენზე ჩვენ ერთ-ერთი პარტნიორი ჩავიდა კურიერისგან, რომ აიყო გამოგზავნილი ეს კადრირება და გავხსენით პირველი ფრაზა, რომელიც წერილიდან ჩანდა, მთელი წერილი რამდენიმე ფურცლიანი იყო, მთელი თავის ჩანახატებით. და პირველი ფრაზა რაც წავიკითხეთ, ძალიან მაინტერესებს რა გამოვა. იყო ყველას ფრაზა და ნუ აი სულ ცრემლებით სავარაუდოდ ეხლაც ნანახი არ აქვს, ხო? იცი რა შევუგზავნეთ, იცი ფლეშკეთ მთელი ეს ამბები და იმედი გვაქვს რომ ნახავ. ой, რა კაი. და ტელევიზიითაც იმედია რა. ტელევიზიითაც ვეცადეთ. ხო, ვეცადეთ რომ შესაძლებელი ყოფილიყო პატიმრებისთვის ნახვა. და იმედი გვაქვს რომ ნახა. ხო, იმედი გვაქვს. მოდით შიშზე ვილაპარაკოთ ცოტა ხანი და ანოსთან მექნება ესეთი კითხვა. ცოტა უკან დავბრუნდები. ედბლექსიზე დაჯილდოების დღის წინა დღეს იყო ფერნანდო მაშადოს გამოსვლა. რომელსაც ერქვა გეშინოდეთ, ძალიან გეშინოდეთ, მაგრამ მაინც გააკეთეთ. და იყო მთელი გამოსვლა გაბედული იდეების დამტკიცებაზე და გამბედავ მარკეტერებზე. და ფერნანდოსთან ძალიან დიდხანს მუშაობდით ფესტივალამდე, რომ რაზე უნდა ყოფილიყო მისი პრეზენტაცია, იმიტომ რომ ნუ ამ კაცს ძალიან დიდი დიაპაზონი აქვს, რაზეც შეუძლია რომ თავისი გამოცდილება და ცოდნა გააზიაროს და ნუ ძალიან სალსახა იყო და მივხვდით რომ მას უნდა ესაუბრა როგორც მარკეტერს, იმიტომ რომ ნუ უფრო ხშირად მაინც კრეატიული დირექტორები არიან ხოლმე ჩვენი სპიკერები. ამ შემთხვევაში ის არის მარკეტერი, რომელსაც თავის ანგარიშზე აქვს ძალიან ბევრი გამბედავი კამპანია, რომელთაც დიდ შედეგებს მიაღწია. თუმცა თვითონვე შემდეგ ბევრი ინტერვიუში და ამ ჩვენს კერძო საუბრებში ამბობს, რომ თქვენ გონიათ მე არ მეშინია, გული მისკდება ამ იდეებს რომ ვადასტურებ, თუმცა ეგ არის ერთადერთი გზა. იმიტომ რომ ნუ ყველამ ვიცით რომ თუ იდეა არ არის განსაკუთრებული, გამორჩეული, რაღაცა აცდენილი ყველა სტანდარტს, ის ძალიან მალე გვავიწყდება. და რა ვიცი, ისიც უნდა აღვნიშნოთ სამართლიანობისთვის, რომ როდესაც ესეთი რაღაცა გამბედავი რისკიანი იდეა არის ბრენდის და დამკვეთის მხარეს უფრო ბევრი რამე დევს სასწორზე, ვიდრე სააგენტოს მხარეს. ამიტომ ჩავთვალეთ, რომ თუ მარკეტერი დაგველაპარაკებოდა ამ თემაზე და არა კრეატიული დირექტორი, უფრო დამჯერებელი იქნებოდა და უფრო მეტ мотиваციას მიცემდით ქართულ მარკეტერებს. და რაღაც სწრაფი გადახვევით მეორე დღეს ზუსტად საღამოს ფესტივალის მთავარი ჯილდო ხდება ბრენდს, რომელმაც ზუსტად ის გააკეთა, რაზეც წინა დღეს საუბრობდა ფერნანდო. ანუ რო გაგვიძია, რომ როგორი არის ეგ პროცესი რა, როცა დარწმუნებული ვარ, რომ უამრავი კითხვა გქონდათ და შიშიც იყო და აი როგორ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება და გუნდში რა პროცესი გაიარეთ, ვისი და რაღაცა და ონბორდინგება დაგჭირდათ ამ საკითხზე და აი ეს რო გაგვიზიაროთ. ძალიან დიდი მადლობა ამ კითხვისთვის. პირველ რიგში ძალიან მნიშვნელოვანია ვთქვათ, რომ ეს გამბედაობა რაღაცნაირად არ იყო ერთეული ადამიანების გამბედაობა. და იყო PSP-ს დიდი გუნდის ერთსულოვნება, რაც იყო ძალიან მნიშვნელოვანი აი ამ პროცესში. იმიტომ რომ ჩვენ ყველა ვიყავით სრულიად ერთ აზრზე. ანუ არ იყო გუნდში არანაირი განსხვავებული შეხედულება ამ საკითხზე. და იყო რაღაც უდიდესი მღელვარება. რა თქმა უნდა, ეს შიში, რაც უკვე ახსენეთ, შიში, ჩემი აღქმით შიში კიდევ უფრო რაღაც ისეთი რთული რამეა, მაგრამ აი ასეთ კამპანიებს ჩვენ ეს შეიძლება ყველაზე ისეთი არის თვალსაჩინო, თუმცა მანამდეც გქონდა წელს ერთი კამპანია, რომელიც არანაკლებ მღელვარებას იწვევდა ჩვენშიც და მომხმარებელშიც. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ეს პროცესი ძალიან დატვირთული არის ემოციურად, არა მხოლოდ იმ კუთხით, რომ მომხმარებლამდე ეს მესიჯი მიდის და რაღაც ემოციებს იწვევს, არამედ გუნდში ძალიან დიდ მღელვარებას იწვევს, იმიტომ რომ მოლოდინი გაქვს რაღაც განსაკუთრებულის და ამ განსაკუთრებულში შეიძლება აი ეს შიშის რაღაც გულის სიღრმეში გეშინოდეს, რომ რა უკავშირს მიიღებ, ნუ თუ სწორად ვფიქრობ, რომ მომხმარებელი ამას ისე გაიგებს, როგორც ჩვენ გვინდა რომ გაიგოს. და ეს გამბედაობაც აი რაღაცნაირად ცოტა ისე
კომფორტაბლურად გამოგვდის რა რაღაც გამბედავად გავაკეთეთ, მაგრამ მართლა ასე იყო, იმიტომ რომ ისეთი მესიჯი იყო, ისეთ დროს, რომ და ისეთი კონტექსტია მთლიანად ამ კამპანიაში, რომ ეს გამბედაობა დაგჭირდა და რაღაცნაირად იცით როგორ გაჩნდა, აი თითქოს ეს გამბედაობა მოვიდა, ერთიანად მოვიდა და ისეთი ტრანსფორმაცია მოხდა ჩვენი როგორც რაღაც სპეციალისტების, ასე ვთქვათ, ამ საქმის და ასევე ბრენდის კომუნიკაციის ისეთი ტრანსფორმაცია მოხდა, რომ თითქოს სხვა გზა აღარ დაგვრჩა, რომ აი ამ გზით უნდა ვიაროთ და მივხვდით, რომ ეს არის სწორედ ის გზა, რაც ჩვენ მომხმარებელს ესმის, სწორად ესმის და უკავშირსაც შესაბამისად აბრუნებს და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ბრენდმა, ანუ PSP-მ, როგორც გამბედავმა ბრენდმა და სიმართლის თქმელმა ბრენდმა, ის მესიჯი მიაწოდოს მომხმარებელს, რაც იმ მომენტში ყველაზე რელევანტურია და რაც მას ძალიან სჭირდება, იქნება ეს გამხნევება, იქნება ეს თუნდაც გამბედაობის გადაცემა თუ სხვადასხვა სოციალური საკითხები, რაც დარწმუნებული ვარ მომავალში კიდევ გვექნება. არა, ძალიან დასაფასებელია და თავმდაბლობის დრო აქ არ არის ნამდვილად, იმიტომ რომ ესეთ ამბებზე ყველა პლატფორმაზე მე მგონი ხმამაღლა უნდა ვილაპარაკოთ, რომ სხვამაც მაგალითი აიღოს. ერთი რაც მნიშვნელოვანია თქვა PSP-ს გადმოსახედიდან ჩემი აზრით არის ის, რომ შემთხვევით არ მივედით აი ესეთ თამამ გადაწყვეტილებამდე. ამას წინ უსწრებდა, შეიძლება შედარებით ნაკლებად შესამჩნევი პროცესი, თუმცა ჩვენ დავიწყეთ ბრენდზე მუშაობით, სტრატეგიაზე მუშაობით. როგორც ახსენა, ანუ მთავარი დაპირება, რომელიც მაშინ გაჟღერდა ამ პროცესში იყო სიმართლე შელამაზების გარეშე. და აი ეს ფილტრი ყველა კომუნიკაციამ, რაც ჩვენ ერთად გავაკეთეთ, იყო ჯერ ახალი წელი, რომელიც შედარებით ნაკლებად შესამჩნევი იყო, მე იყო ქალთა დღე და მე დაგვირგვინდა 26 მაისით საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. განმიმდევრული არის ბრენდი ამ კომუნიკაციაში. ხო, ეგ მინდოდა მეკითხა, რომ შეიძლება ესე შესამჩნევი არ არის და უკვირვებელი და არაპროფესიონალი თვალისთვის და მაგაზე რომ გესაუბრათ ბრენდის გადმოსახედიდანაც ცხადია რაღაცები კონფიდენციალურია, მაგრამ რა არის ბრენდის მთავარი დაპირება და პლატფორმა, რომელიც აერთიანებს ესეთ გაბედულ ნამუშევრებს. აი ეს არის ნუკამ რაც უკვე ახსენა, სიმართლე შელამაზების გარეშე მართლა ასე შევთანხმდით, რომ ეს იქნება ის კომუნიკაციის ის გზა, რომლითაც ვივლით და ესეც ერთგვარი დაპირება იქნება ჩვენი მომხმარებლისთვის, რომ და PSP-ს მომხმარებელი ვინ არის, ხო? ყველა რაღაც ესეთ გამოვიდა, რომ ძალიან დიდი ქსელია და ხო, იქიდან გამომდინარე, რომ ეს ბრენდი იზრუნავს ადამიანების ჯანმრთელობაზე და ყოველდღიურად შეიძლება გქონდეს მომხმარებელს ბრენდთან შეხება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორედ აი ამ ჭრილში, რომ ჯანმრთელობაზე ზრუნვა უნდა იყოს სწორი და მართალი, აქედან გამომდინარე, ჩვენც გადავწყვიტეთ, რომ სიმართლე ვუთხრათ მომხმარებელს. დაგჭირდება. ხო. აი როგორ შეიცვალა, თქვათ, ალბათ რაც პირველი შრეარი მარკეტინგის გუნდი და შეიძლება მე უფრო ვრცელდება ეს იდეოლოგია მთლიან კომპანიაში. აი თქვათ უკვე რაღაც ფარმაცევტებამდეც ჩასული და მე უკან დაბრუნებული გამოხმაურებები თუ გახსოვთ და როგორ შეიცვალა ეს განწყობა. კი, ეს ეხლა ეს პროცესი სანამ კამპანია გავრცელდება და გამოქვეყნდება, რაღაც საიდუმლო არის ხოლმე ხო მარკეტინგის გუნდში რჩება ეს ინფორმაცია და რო გავრცელდება, მე მოყვება ხოლმე ამას უკავშირი არა მხოლოდ მომხმარებლებისგან, არამედ თანამშრომლებისგანაც, ვინც მანამდე არ იცოდა, რას ვაპირებდით და ძალიან მნიშვნელოვანი არის აი ეს სწორედ, რომ თანამშრომლების მხრიდან იყო PSP-ში ათასობით ადამიანი მუშაობს, არა მხოლოდ ქსელში, არამედ ადმინისტრაციაშიც ბევრი ადამიანია და აი ესე ზოგთან პირადი ურთიერთობით ზოგთან სოციალურ ქსელში მიმოწერით, თუ იყო ეს ფიდბექები და აი გადმოცემითაც ვიღაცები ერთმანეთს რო ეუბნებოდნენ, რომ რაღაცნაირად სიამაყის განცდა გაჩნდა ამ გუნდში და ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ მარკეტინგულმა კამპანიამ არა მხოლოდ მომხმარებელზე იქონია გავლენა, არამედ
კომპანიის შიგნითაც ძალიან დადებითი ეფექტი მოახდინა და მარკეტინგის გუნდში მე ძალიან დიდი ხანი არ არის, რაც PSP-ში ვმუშაობ, ჩვენ და მე და Playmaker-ი ერთდროულად დავიწყეთ, ხო? და აი რაღაცნაირად კოლაბორაცია. აი მარკეტინგის გუნდში საკმაოდ დიდი მარკეტინგის გუნდი არის PSP-ში, სხვადასხვა იუნიტებისგან შედგება და აი მარკეტინგის გუნდშიც იგრძნობა ეს სული გრძნობა ამ კამპანიის შემდეგ განსაკუთრებით, რომ არის აი ძალიან დიდი ერთსულოვნება და აი ახალი თანამშრომლები თუ აკვავს ხო არის ხო ეს პროცესი, რომ ვიღაცა ახალი წევრი შემოდის გუნდში და აი გასაუბრებაზეც ან ეს სამუშაოს დაწყებისას არის ხოლმე რა ეს რომ აი ეს თქვენი კამპანია რა კარგი იყო და ეს ძალიან מחარებს, იმიტომ რომ ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანებს რაღაცნაირად იზიარებენ ისინი ჩვენ აზრს და უნდათ ჩვენთან თანამშრომლობა და ეს ძალიან სასიამოვნოა და სასიხარულოა კომპანიისთვის. ნამდვილად. ნუკას აი სააგენტოს პერსპექტივაზე მინდა რომ გადავიდეთ ახლა და ზოგადად ფესტივალის მოგება Netflix-ია თუ ნებისმიერ სხვა ფესტივალი არ მთავრდება ეგ სცენაზე ასვლით და იქზე იმით და მე ოფისში ამ ჯილდოს თაროზე დადებით, ხო? რეალურად ფესტივალის მოგება ძალიან ბევრ კარს აღებს ხოლმე სამომავლოდ ამ სააგენტოსთვის. და თქვენ შემთხვევაში მეგა წარმატებული იყო წლევანდელი Netflix-ი მომრავი ჯილდო მოიგეთ, მაგრამ მე მინდა ახლა ვისაუბროთ ამის რაღაცა საერთაშორისო გაგრძელებაზე, რაც მოყვა. მაგალითად ADC არის ესეთი ევროპული პრესტიჟული ფესტივალი, რომელზე მოხვედრისთვისაც აუცილებელია, რომ რომელიმე ლოკალური ფესტივალი ქონდეს მოგებული, ესეთი პრინციპი აქვს. და ADC-ის საქართველოს პარტნიორი არის Netflix-ი, შესაბამისად Netflix-ის გამარჯვებულები ხდებიან, აქვს შესაძლებლობა, რომ ფესტივალზე გააგზავნონ. თქვენი ნამუშევარი უკვე გაგზავნილი არის ADC-ზე და ეს ეპიზოდი რო დაიდება უკვე გვეცოდინება რამდენი ნომინაცია გაქვთ და მოგვიანებით უკვე დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი ჯილდო გექნებათ. ამას გარდა Netflix-ის პარტნიორი არის Epica Awards-ი, რომელიც ასევე არის ერთ-ერთი პრესტიჟული ფესტივალი და განსხვავდება იმით, რომ მხოლოდ ჟურნალისტები აფასებენ. და Epica ყოველ წელს Netflix-ის გამარჯვებულებიდან თვითონ თავიანთი კრიტერიუმებით არჩევენ ერთ ვიდეოს, ფილმს, რომელიც უფასოდ იგზავნება ამ დაჯილდოებაზე. რა თქმა უნდა, მათ წელს არჩიეს ეს ვიდეო, რომელიც გაგზავნილი არის და დიდი იმედი მაქვს, რომ იქიდანაც ჯილდოებს წამოიღებთ. ამას გარდა Ed-Forum-ზე დაიწერა თქვენზე და ტვირთულია როგორც ფილმი, ასევე кейსი. ამ ყველაფერს იმიტომ ვთვლი, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სააგენტოსთვის ესეთ მოცვას და გაშუქებას ნამუშევრის და ყველაზე მეტად მე რაც გამიხარდა არის ლურცერს არქაივი, ანუ ეს არის მაყურებლისთვის და მსმენელისთვის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული კრეატიული ჟურნალი, რომელიც 1984 წლიდან არსებობს. თავიდან მხოლოდ ბეჭდური ვერსია იყო, ახლა ციფრული ვერსიაც არსებობს და ისინი ყოველ თვე აგროვებენ მსოფლიოში საუკეთესო ნამუშევრებს, თავიანთი სელექტორები ყავთ, ისინი არჩევენ ამ საუკეთესო ნამუშევრებს და შემდეგ ან ბეჭდავენ ჟურნალად, ან ახლა უკვე აგზავნიან ხოლმე ნიუსლეთერებად. წელს ლურცერის CEO იყო ჩვენი სპიკერი Netflix-ის და ეს ნამუშევარი რო ნახა, ეგრევე ვკითხრა, რომ მომდენო კვირის სელექციაში მოხდება ეს ვიდეო და ვუგზავნით ყველას და ამასაც არ დაჯერდნენ და მე სტატია გააკეთეს, ანუ ეს ხლა არ არის პატარა ამბავი და ამიტომ მინდა ხაზი გაუსვა კარგად, რომ ლურცერის არქივში სტატია კონკრეტულ კამპანიაზე არის ძალიან დიდი წარმატება. პირველი ქართული ნამუშევარი ხო არ არის შემდგომ? შეიძლება მე ესე არ მახსენდება, რომ ესე სიღრმისეულად გაეშალოთ. შეიძლება სელექციაში მოხვედრილა ქართული ნამუშევრები, მაგრამ ესე რომ ამბავი მიეძღვნათ და ეხლა ამ წუთასაც რო შეხვიდეთ ლურცერს არქივის ვებგვერდზე, ყდაზე აყენია ამ ვიდეო რგოლიდან კადრი და არის ნუკას სტატია, სადაც ძალიან დეტალურად ყვება ამ ამბავს და ყველაზე მეტად რაც რაღაცა გულზე მომხვდა კარგად არის, რომ სტატიის ბოლოს არის ეს არ ვიცი თქვენი იდეა იყო თუ მათ გთხოვეს, რამდენიმე ლინკი არის მითითებული, სადაც
ოკმელას დაპატიმრების ამბავი არის მოყოლილი, ანდრო ჭიჭინაძის დაპატიმრების ამბავია მოყოლილი და ხალხს მიმართავენ აუდიტორიას, რომ აი თუ გაინტერესებთ მეტი გაიგოთ ამ ამბავზე, აი ამ ლინკებზე გადადით. მე არ ვიცი ამაზე ეფექტურად შენი პროფესია როგორ უნდა გამოიყენო, იმიტომ რომ ეს არის კი კრეატიული პლატფორმა, მაგრამ ჩვენი მიზანი, ისევე როგორც Adblexis მიზანი, ეგ არის რომ ეს ჩვენი პლატფორმა გამოვიყენოთ მნიშვნელოვანი ამბების გასავრცელებლად. ეს ახლა რაღაცა მოკლე შესავალი და გილოცავთ პირველ რიგში ამ ყველა საერთაშორისო წარმატებას და აი თქვენი რაღაცა ემოციები როგორ გვიზია რომ ამ ყველაფერთან დაკავშირებით. აი ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად მსგავსი ფესტივალის არსებობა ჩვენი ინდუსტრიისთვის არა ესე ვიწროთ, ანუ მთლიანად საქართველოსთვის, იმიტომ რომ აი ეს წარმატება არ შემოიფარგლებოდა ჩვენთვის, თვითონ ეს პროექტიც არ იყო მხოლოდ ჩვენი სააგენტოს, ან მხოლოდ ერთი ბრენდის მასშტაბით. ჩვენთვის ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი, ანუ ჩვენს მიღმა იყო ეს პროექტი თავისი შინაარსითაც და ძალიან გაგვიხარდა, რომ წელს საქართველო იყო ასე კარგად წარმოდგენილი, ჯერ დავიწყოთ Adblexis-ზე. არანაკლებ ვიხარობდა, რომ ერთმანეთს ვსვლიდით ჩვენ და სუპერმარკეტის სცენაზე, იმიტომ რომ წინა წლებში რაღაცა ცოტათი გულდაწყვეტილებები ვიყავით ზოგადად. და წელს განსაკუთრებით ეგ იყო მნიშვნელოვანი ჩვენთვის, რომ ჟიურიმაც აღნიშნა, რომ საქართველო განსაკუთრებით კარგად წარსდგა წელს და რაღაც ამაყის გრძნობა მაგ დროს გქონდა. იგივე შეგრძნება გვაქვს, როდესაც აი ესეთი გამოცემები თქო გვიკავშირდებიან, ძალიან კარგად ჩაეძიან თემას და თვითონვე აი შენ კითხოს რო დაუბრუნდ, თვითონვე მოითხოვეს ეს ბმულების კი არა, თვითონ გამომიგზავნეს რამოდენიმე და გვკითხეს, რომ აბა ხო არ დაგვიმატებთ რამეს. რამდენიმე იტერაცია ქონდა რაღაც ჩაუღრმავდნენ კიდევ უფრო თემას და ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო და საერთოდ დაგვეკარგა იმის წარმოადგენა ესენი ჩვენზე კი არა, თითქოს საქართველოზე წერენ, აი მაგ პასუხისმგებლობით ვუდგებოდით ჩვენც და მგონია რომ ეგ არის რეალურად ჩვენი ყველას ამოცანა, ეგ არის რომ ჩვენი ქვეყანა შეამჩნიონ და აფასონ და ასე შემდეგ და ხო აი ეგეც იყო სასიამოვნო, როდესაც ჟიურის წევრები მოდიოდნენ და პირადად თავის ასს და სითბოს და რაღაცა შექებას გვიზიარებდნენ. აი ხო, მაგ დროსაც არ ვიყავით უბრალოდ სააგენტო, ვიყავით რაღაცა ამაყი ისენი საქართველოს წარმომადგენლები. თქვენ სააგენტოზე რომ უფრო მოგვიყვე, ვაფშე ახალგაზრდა სააგენტო არის ხო რამდენიმე 3 წლისშიც არ ვართ. და ხო ამ გრან-პრისთან ერთად გახდით წლის საუკეთესო სააგენტო Adblexis-ზე. როგორი არის თქვენი მიდგომა? აი ერთი რაც საინტერესო არის ჩემთვის, ჩემი დაკვირვება არის, როცა თქვენ აზიარებთ ხოლმე სოციალურ ქსელებში ნამუშევრებს, კრედიტებს ვეძახით ხო მაგას შემსრულებელთა ჩამონათვალში, არ არის ხოლმე გამოყოფილი როლები და არის მე მგონი შუეგრე არის ჩემი დაკვირვებით, ხო, ანუ გამიზნულად არის როგორც ჩანს. როგორი თვალი გაქვს ლადო ესე იგი რა შეგიმჩნევია? ხო, ის ცნობის მოყარე თვალი. ხო და ნუ არ კითხავ ხა ვის რა როლი აქვს, მაგრამ ნუ აი თქვენი რატო არის ეგრე ხო? ეგრე და რა თქვა. თავიდან საერთოდ უფრო ცუდად ვიქცეოდით, არ წერდით გუნდს, უბრალოდ წერდით სააგენტო playmakers და არ წერდით საერთოდ ვინ ვიყავით იმ სააგენტოში. ბოლოს მე მეგობრებმა გითხრეს ენკენი და რამე მაინც დაწერეთო. ბუნებრივად ხდება ეგ, იმიტომ რომ ისეთი მოწყობა გვაქვს, ისეთი მიდგომა გვაქვს თუ მეთოდი, რომ ყველანი ახლა თქო 15 კაცი ვართ სააგენტოში, არ გულისხმობ რა თქმა როლები გადანაწილებული, მაგრამ ძირითადი შემოქმედებითი გუნდი ძალიან თანაბრად ვართ ჩართულები. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ პასუხისმგებლობა რაღაც კომპონენტებზე არ გვაქვს გადაწილებული. კონკრეტული ადამიანები ვართ პასუხისმგებელი თქვა სტრატეგიაზე, შემოქმედებით იდეაზე, art direction-ზე, მაგრამ მაინც ეს სრული პროცესი ხდება ერთად. და ვერ გეტყვით მაგალითად კონკრეტულად რომელიმე სცენარისთვის ტექსტი არის ერთი ადამიანის დაწერილი, თუ ეს დუეტი როგორც არის ხოლმე, წყვილში მუშაობა არის როგორც წესი 3-4 ადამიანის ძალიან ჰარმონიული და აი რაღაცნაირი ესეთი შეთამაშებული playmakers-ები, შეთამაშებული მუშაობის შედეგი. ამიტომ არ ვწერთ, რომ ძალიან რთულია გამიჯნო, ეხლა არ არის ეგრე, რომ ვიღაცა მხოლოდ ვიზუალზე იფიქრე, იმიტომ რომ იმ ადამიანს რომელსაც ვიზუალზე იზრუნა, ასევე იზრუნა რაღაც კონკრეტულ მასე ფრაზაზე, რომელიც გაჟღერდებოდა ან კონკრეტულ იდეაზე, რომელიც ის არის და ამიტომ ეგ ესე მოხდა.
გუნდური შეთამაშება. გუნდური სპორტია პლეიმეიკერში. და ასევე აქვე არ შეიძლება რომ არ აღნიშნოთ PSP-ს ჯილდო წელს საუკეთესო კლიენტის. რომელიც ბოლო 3 წელი ეკუთვნოდა საქართველოს ბანკს. და რას ნიშნავს ეს თქვენთვის? თან ძალიან საინტერესოდ აღნიშნეთ თქვენ იქ პატარა პერფორმანსიც მოაწყვეთ სცენაზე რაც ხედით მაისურებით რაც ძალიან. ხო, ამისთვის რაღაცნაირად ვემზადებოდით, მაგრამ არ ვიცოდით. პირველ რიგში იმას ვიტყვი, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის ეს ჯილდო. იქიდან გამომდინარე, რომ PSP-ისთვის პირველი იყო საერთოდ და რაღაცნაირად ძალიან ემოციური იყო და თან რაღაცას ველოდებოდით, ანუ გვეგონა რომ რაღაც მოხდებოდა ისეთი, რაც ძალიან გაგვახარებდა, მაგრამ რა თქმა უნდა არ ვიყავით ესე დარწმუნებულები იქნებ რაღაც კამპანია უკეთესი ყოფილიყო, ნუ კონკურსია და ბუნებრივია რა. ზოგ ფესტივალზე ესე არ არის და ჩვენ იმ მომენტის სიხარულს არ ვაფუჭებთ ხოლმე და წინასწარ. ბოლო წამამდე აი არ გვჯეროდა და Playmakers-ი რომ ავიდა სცენაზე რამდენიმეჯერ ჩვენ ეს მაიკები თუ მაისურები მზად გქონდა, რომელსაც ეწერა აქ უნდა იყოს ოკმელა და რამდენიმეჯერ ავიდა Playmakers-ი ეს ჩვენი გუნდის წევრები ძალიან ღელავდნენ რომ აი ვაი და ვერ ავიდეთ ეს მაისურები რომ ვერ გამოვაჩინეთ მე რა ვქნათ და რაღაც მომენტში ჩვენც ამათთან ერთად ავედით რომ ეს მაისურები გვინდოდა რომ გვეჩვენებინა მაგრამ მე რომ მოხდით სცენაზე საბოლოოდ მაინც მოგვეცა ამის შესაძლებლობა და ძალიან სასიხარულო იყო აი წარმოუდგენელი სიხარული გამოიწვია გუნდში აი ვერ აგიხწერთ მე ესეთი გახარებული ხალხი ერთად არ მინახავს ძალიან კარგი ეს როგორც წესი мотиваცია არის ხოლმე მთელი მომდევნო წელი რომ ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე გასახარი პოლოჯილდოდან იყო ეს კლიენტები საგენტოსთვის დიდი სიამაყე არის ხოლმე სიხარული. აქვე მომენტით მინდა ვისარგებლო და ვთქვა რომ PSP წელს პირველად იყო Adblex-ის პარტნიორი და ძალიან დიდი მადლობა მინდა კიდევ ერთხელ ამისთვის, იმიტომ რომ ზოგადად ამ ფესტივალის არსებობისთვის და გადარჩენისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ბრენდების ხარდაჭერას და ძალიან მადლიერები ვართ ამის. მოდი შეჯამებისკენ წავიდეთ და გითხავთ რა თქვენთვის რა იყო ერთი ესეთი მთავარი გაკვეთილი ან აღმოჩენა, რომელიც გააკეთეთ ამ კამპანიაზე მუშაობის დროს. ალბათ ისევ გამბედაობაზე უნდა ვთქვათ. ეს გამბედაობა ძალიან კარგია და რაღაცნაირად მოდის და მე ღვივდება, მაგრამ ასევე უნდა ვთქვათ ისიც, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აი ამ გამბედავ ნაბიჯებში რაღაც კონცენტრაცია არ დავკარგოთ იმ მთავარ მიზანთან, ან მთავარ მესიჯთან, რასაც უნდა ემსახურებოდეს ეს კამპანია. ანუ რაღაც ისე ეს ამ გამბედავაზე ბევრი ვილაპარაკეთ და შეიძლება ისე ჩანს, რომ თავარია გაბედო. გამბედაობისთვის არა. ხო, ანუ მიზნისთვის. ხო, გამბედაობა მიზნისთვის და აუცილებლად რაღაც რაციონალური შეფასებითაც, ანუ მხოლოდ ემოციურად არ უნდა შევაფასოთ, იმიტომ რომ აი როგორც აი ბრენდის მხრიდან რომ ვილაპარაკოთ, ჩვენ ხო აი ამ ჩვენი კამპანიით ბრენდს ვაცოცხლებთ, ასე ვთქვათ და ბრენდს ვალაპარაკებთ მომხმარებელთან და ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, რომ სწორი კომუნიკაცია მოხდეს და უბრალოდ გამბედავი მესიჯი, მაგრამ ცოტა აცდენილი არ იყოს, ასე ვთქვათ. ბევრი გაკვეთილი იყო, ბევრი რაღაც ვისწავლეთ, მაგრამ ალბათ მაინც თავარი ის, რომ ჩიტოს ფრენა მართლა არ ავიწყდებათ და ამის დადასტურება არის ეს პროექტი. იმის რომ რაც არ უნდა დაბრკოლება იყოს, რაც არ უნდა გვეგონოს რომ ამის იქით უბრალოდ თავზემოთ ძალა არ არის, შემოქმედებას შეუძლია აი ამ ყოლაფრის გარღვევა, რაღაცა გზის პოვნა და სინათლის დანახვა დროსაც, როდესაც შეიძლება ცოტა ყველაფერი ბნელი ჩანს. ამიტომ კიდევ ერთხელ მოკითხვა ჩვენს მეგობრებს ანდროს, კოკმელას და დანარჩენებს. აუცილებლად ჩემთვისაც ეხა ვიხსენებდი იმ
პოსტს, რომლითაც გავაზიარე თქვენი ძალიან ემოციური იყო ხოთაშორის ეს ბოდიში ჩაიმასკენი, მაგრამ როდესაც აი ჩვენივე ინდუსტრიის თუნდაც კონკურენტები როდესაც აზიარებდნენ და ძალიან თბილ სიტყვებს უძღვნიდნენ ამ პროექტს მართლა იყო რაღაცა მიღმა ყველაფრის და ყველამ გაითავისა და ეს ძალიან ისეთი იყო ემოციური. ხო, ჟიურის პერსპექტივაც მოვისმინეთ და ასევე კონკურენტი, როგორც თვითონაც თქვა გიორგი ტაბატაძე, კონკურენტის სააგენტოს წარმომადგენელი, ამბობდა, რომ მისთვის რა მნიშვნელოვანია, როგორც შემოქმედებითი ინდუსტრიის თამასის მაღლა აწევა, ხო? ბრენდისთვის, ბრენდის მიზნების მიღწევაში და თქოთ ახალი პლატფორმის გაცნობაში ეგ ცალსახაა და აშკარა სააგენტოსთვის თავისთავად კიდე რა თუნდა ბევრი საუბარი და ჩემთვის ამ ყველაფერს რაც კრავს არის აქტუალურობა და მნიშვნელობა ამ სათქმელის ქვეყნისთვის და საზოგადოებისთვის. ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ, ეგ ალბათ დავიჯეროთ, ვიცოდეთ და გოფრინდებით. სანამ დავასრულებთ, ესეთი რუბრიკა გვაქვს shortlist-ში, როცა სტუმრებს თხოვთ თავისი პერსონალური ფავორიტები გაგვიზიარონ და ერთობლივი shortlist-ი შედგება. დღევანდელ ფინალურ ეპიზოდში ესეთი კითხვა მექნება თქვენთან. გამიძიარეთ ერთი წიგნი, ფილმი, სერიალი, ამბავი, რომელიც თქვენთვის ყველაზე მეტად კარგად ასახავს თავისუფლებას. თავისუფლებაზე რო იყოს მოკლა. წიგნს ვიტყვი, რომელსაც იმიტომ ვამბობ ამას, რომ მგონია, რომ დღევანდელ ჩვენ ყოფას ძალიან კარგად ასახავს თუ ეხმაურება თუ არ ვიცი, ხანდახან ვფიქრობ, რომ ამ სცენარის მიხედვით ვცხოვრობთ დღეს. ეს არის ჯორჯ ორველის 1984. ხანდახან ისიც ვგონია, რომ სახელმძღვანელო არის დიქტატორებისთვის. ან არ ვიცი, რაღაცნაირად ისეთი სიუჟეტი არის, რომელსაც ყოველდღე ვპოულობ ჩვენ ყოფას ამ სცენარში და იმიტომ ვამბობ ამას, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს წიგნი ერთხელ მაინც ყველამ წაიკითხოს. და თავისუფლებას რატო ეხება, რომ ამ წიგნში აღწერილი არის ისეთი ცხოვრება, რომელიც არის ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება გქონდეს და ეს გულისხმობს თავისუფლება წართმეული ადამიანის და საზოგადოების ყოფას. და არ ვიცი, დღევანდელი ჩვენი სამყარო არის ამ ქვეყანაში. წიგნის ხაზს გავაგრძელებ და ჩემთვის უპირობო წიგნი თავისუფლებაზე არის ახალი აღთქმა. და ყველაფერი დანარჩენი შემდეგი ფილმიც, წიგნიც, რომელიც მართლა თავისუფლებაზე არის, რაღაც კუთხით მაინც მას ეყრდნობა. ალბათ მაინც სხვას ვერ ავარჩევ. მაქედან გამოდის მე ყველა სხვა ამბავი, ხო? საინტერესო shortlist-ი გამოგვივიდა. კი, ბიბლია პირველად არის. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ სტუმრობისთვის. ძალიან საინტერესო საუბარი იყო. თამარ, მადლობა შენ თანაწამყვანობისთვის. ჩვენ ხო არ დაიმშვიდობები ჩვენ მაყურებლებს და მსმენელებს. ეს იყო Edplex-ის მესამე სეზონი. Edplex-ის shortlist-ის მესამე სეზონი. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ შევხვდებით მომავალ წელს მეოთხე სეზონით და რომ უფრო ხალისიანები ვიქნებით შემდეგ ეპიზოდებში. მადლობა. მადლობა და წარმატებებს. მადლობა. დაგემშვიდობებით.